მოგესალმებით მეგობრებო. დღეს უნდა მოგიყვეთ ერთ-ერთ სკამერზე. თავად სკამერიც არ არის. მაგრამ თან უნდა და შემიძლია სკამოთან არა. ასეთი ამბავი. ძალიან სკამერი ვიცი უკვე, მაგრამ გიმალავდით. ამიტომაც დღეს და ამ ვიდეოდან, საერთოდ ამ დღიდან რა სკამერები დღეს გავიგებ, ყველაფერს მოგიყვებით თქვენ. მოკლედ, აი ასე. დავიწყოთ. სხვა რა ხდება, აბა? მოკლედ, მოდი ვნახოთ. მართლა სურათებში ზავადის გამხდარი ჩანს. მოკლედ, ნუ იყავის ტელა ბრეიმოჩი შესული და მომპარერტრანა ერთმა ბიჭმა. ნუ ის თალად ჰაკერიც არ არის, მაგრამ არის, ნახევრად არის. ვინ შეიცვალა, ვინ დარჩა? იმამუშაობს. მოკლედ, ასეთი ამბავი. შევედი და მომპარერტრანა განახებთ ვინც არის. მეთქი ტრალალა დამიბრუნე, იმიტომ რომ რეპორტისთვის ჭირდება და ძალიან ცოტა გამაკლია და დავარებირთო. მაგრამ მან რა თქმა უნდა მითხრა, არა, ყოველთვის გამოდის. და ამის მტკიცებულება მაქვს. რა თქმა უნდა ამაზე ნერვებად ხმა მე ძალიან უზრუნველობა დავუწერე, იმიტომ რომ თან ნამდვილად უძელი იყო ისიც და მეც ვეუღდელე, როგორც ძალიან ცუდად მეკცევა. აი ეგ მარია მახსოვს, დაბალი ბიჭი რო ჯარში რო იყო. ჯარში რო იყო, ლამაზი ბიჭი რო არის, ხო, მოკლედ ეგ. და ახლა უკვე მეორე სკამერზე. ეს არ იყო სკამერი, მაგრამ ნუ მაინც სკამერს უწოდებ. ახლა რაც მოგიყევით. მოკლედ, ეხა ნახეთ. დაბალი ბიჭია, ლამაზი სახისა. მან სოფლიდან არის საიდან. რეალურად მუნდა ჩემი დასკამოა ერთ ადამიანს. და მსკამა ვიდეოებს ამის გამოვიღებდი და კიდე რაღაც მიზეზები იყო, რასაც ვერ ვიღებდი ვიდეოებს. სხვა თამაშებზეც შემეძლო ვიდეოს გადაღება. მოკლედ, ამ ბიჭმა ათ გადაუმიზეზო დამსკამა იმის გამო, რომ მე მას ვალოდ არაფერი არ ვუქენი. ხო, ან უნდა მეგინებინა ის და შემდგომ ვიდეო უნდა დაედო რომ მივარ სკამერი, ან კი პირიქით. მე რა თქმა უნდა დავუჩო პირიქით, იმიტომ რომ მე არ ვარ სკამერი და პირიქით სკამერები ჩემთან მოდიან რომ დამსკამონ. ხოთა შორის, აი ეს ბიჭი არის ჩვენთვის ყველაზე მახინჯა ადამიანის. ნუ, ხალ მახინჯის არა. Roblox-ში რო გემოვნოა, ბარბარის შეყვარებული. ყიდაზე გადავიდოდი, ყიდაზე გადავიდოდი, ხო იცი როგორ პაპირო. შეიძლება არაფრისა არ შენ მაშინ ყვარებულმა სკამერობა იცის. განახებთ ვინც არის. მოკლედ, ეგ აი ძალიან უგემოვნო არის ბარბარი, მაგრამ ძალიან ღინის სკინია Roblox-ში. სამზარეულოს ქალებს დაურეკე. ხო. ასევე მაგის შეყარებულთან იდეახის რომ არ არის ჩემი შეყარებულია. რადგან მასზე გიждდება. ხო. რა. მე ალატასის არეკავ ჩემთან არა. ხო, და მაგის შეყარებულმა უნდა რომ მე დამსკამოს. რა ვიცი ვინმე ახლობელი როგორ ბიძაშვილი. ეს არის სრული იდიოტობა. გიო მყავს. მეგობრებში და ბიძაშვილები, ბიჭები, всё, დანარჩენი ყველა წავშალე ვაფშე მოვაშორს ყველა. მოკლედ ეგ იდიოტობა. ეხო საერთოდ. მაგა ხო მუქარა დამიწყო ის სტამბოლში. აი, ასეთი რაღაცეები დაიწყო. მუქარები იყო ჯერ. თავიდან იყო ბრუკეინში მუქარები. მე დასკამის მუქარები და მე დამსკამა. ოჰ, საოცრებაო. მაგას მე რა საერთოდ ხმა გავცეთ ამ ვილაპარაკო. დიახ, მეგობრებო, ეს თქვენი ბარბარის შეყვარებული როგორი სკამერი ყოფილა. აი, როგორი სამწუხარო ბარბარის შეყვარებული სკამერია. ამას დავამტკიცებ, რომ ის სკამერია და მე მაქვს უკვე იმდენი მტკიცებულება, რომ ის არის სკამერი. რომ განახებთ ყველაფერს. ერთხელ იმას არ მეკითხებოდა, რომ შენ მე მირეკავდა ნათიაზე რატომ ელაპარაკებია.
დიახ, მეგობრებო, ასეთი ამბები. მომწონხარ არ მითხრიაო. მოდი ახლა დროა დავამთავროთ ვიდეო და მაგრამ ზენ უნდა დავამთავროთ განახებთ ვინ არის ის სკამერი. აი ახლა განახებთ მტკიცებულებას რომ ანუ მოკლედ ის რომ სკამერია და ვინ არის ეს სკამერი. აი ეს აწერია. თორე ოჯახის ახლა კიდე ბაი.